საოპერო ხელოვნების წარმატებულ კარიერასთან ერთად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობ თამარ ხალვაშის ცხოვრებაში წლების წინ კიდევ ერთი საინტერესო გატაცება გაჩნდა. მიუხედავად ატვირთული რეჟიმისა ოპერის თეატრში, სპექტაკლების მერეც მოუსულ არ და თითქოს წყაროს წყალს რო დაეწაფები წყურვალი ისე მომდომებია და ერთ ამოსუნთქვაზე გამიკეთებია ერთი სურათი. ასე დაიწყო მისი შემოქმედებითად კიდევ უფრო დატვირთული ცხოვრება და უკვე წლები არად სათქმელსა და ემოციებს ხან მუსიკით, ხანაც კი ხელსაქმით გამოხატავს. ბავშვობიდან ჭხით კედელაუდი რაღაცას ჩემთვის ხატავდი, მაგრამ ძალიან დიდი დრო იყო გასული უკვე თბილისში რომ გადმოვედი ოპერის თეატრში, მოხვდი ისეთ სახელოსნოში, სადაც აკეთებდნენ თექას. და ძალიან დამაინტერესა. ქალბატონმა გამომატანა სახლში პატარა თექა. გავაკეთე გამომივიდა მობილური ჩასადები პირველად ესეთი ძალიან აქტუალური იყო. ეს იყო 2011 წელი. რამდენიმე წელი საერთოდ უმოქმედოდ ვიყავი, მაგრამ აი რაღაცა არ მასვენებდა. შინაგანად ვერ ვისვენებდი მიუხედავად იმისა, ჩემს ძალიან საყვარელ უსაყვარლეს საქმეს ვემსახურები, რასაც საოპერო ხელოვნება ქვია და ერთ დღესაც რაღაცა მომიდა კეთება ისევ. და როგორც სიტყვიან, აი მუზა მომივიდა, ამოიფქვია და ამოიფქვია, ვეღარ გავჩერდი რა და მადლობა მისის უფალს. პეიზაჟები, პორტრეტები, რეალური თუ გამოგონილი პერსონაჟები, უკვე რამდენიმე წელია მის შემოქმედებით სახელოსნოში ასეთი ფერადი და ექსპრესიული ნამუშევრები იქმნება. ინსპირაცია ისევ სურათი იყო, რამაც აღმაფრთოვანა ფერთა გამამ. ეს უკვე ჩემეული ფერებია, იქ სხვა ფერები იყო და ჰაეროვნება. მეც გამორჩეულად მომწონს. თუმცა ყოველი ნახატი ჩემთვის ჩემი ნაწილია. აი ეს სურათი მიყვარს კიდე ძალიან. ბიბლია უჭირავს ამ ქალბატონს, ეკლესიისკენ მიემართებიან ხალხი. მიყვარს ყველა, მაგრამ აი ეს ჩიტი მომწონს კიდე. ხელოვანის პირველ პერსონალურ გამოფენას მხატვართა კავშირის გალერეა ოპიზარმა უმასპინძლა. ექსპოზიციაზე ავტორმა 55-მდე ნამუშევარი წარმოადგინა. საგამოფენო სივრცეში შეიკრიბნენ ხელოვანის შემოქმედების ნაცნობი თუ უცნობი მოყვარულები და კოლეგები, რომლებმაც ოპერის მომღერალი პირველად იხილეს განსხვავებულ შემოქმედებით ამპლუაში. არაერთი ნამუშევარი მაქვს მე თამარის ნანახი, თუმცა დრევანდელმა გამოფენამ კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგან ბევრი ახალი იყო ჩემთვის, აღმოჩენა იყო. აღსანიშნავია, გარდა მხატვრობისა თამარის არჩეულებრივი მუსიკოსია, ჩვენ კოლეგები ვართ ოპერის თეატრში, სადაც გავიცანით ერთმანეთთან და ვმეგობრდით. ვუსურვებ მას, რა თქმა უნდა, წინსვლას ამ სფეროშიც. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ დღეს შედგა ჩვენი მეგობრის, ძალიან ნიჭიერი ქალბატონის თამარ ხალვაშის ნამუშევრების გამოფენა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ პიროვნებებს, ვინც გვერდით დაუდგა და თამარს კი წინსვლა და წარმატებები მინდა ვუსურვო შემოქმედებით გზაზე. მართლა აღთოვანებული ვარ, იმიტომ რომ თექაზე ნამუშევარი, აი მე ვერ წარმოვიდგენე, ვერ დავიჯერე, რომ ეს იყო თექაზე ნამუშევარი და რატო? იმიტომ რომ აი რო შეხედავთ, არის აკრილის ნამუშევარი, აკვარელით, აი ფერებმა გამაგიჟა. და მხოლოდ ერთადერთი არის იქ აი ცხენი გოგონათი, რომ შეიძლება თქვა, რომ აი ესაა თექა. დანარჩენი ახლა შეიძლება ამაზე თქვათ, რომ თექის ნამუშევარი არის რაღაც საოცრებაა და ფანტასტიკური ფერებია. თამარ ხალვაშისთვის თექაზე მუშაობა განტვირთვასა და ჰარმონიასთან ასოცირდება. დატვირთული დღის შემდეგ სამუშაო მაგიდასთან ჯდებოდა და საყვარელ ფოტოსურათებზე გამოსახულ ფიგურებს თექის საშუალებით აცოცხლებდა.
ასე შეიქმნა განსხვავებული, მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც გალერეა ოპიზარში ფართო დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინა.